ჩვენს პირველ სტუმარს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, დილამშვიდობის მემო კახაბერ დაგულოცეთ. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. დღეს გვინდა თქვენი დახმარებით ვისაუბროთ მოძღვრისა და მრევლის ჯანსაღ სწორ ურთიერთობაზე. თავდაპირველად ვინაიდან მოძღვარი ბრძანდებით და საუბარს ვიწყეთ, მინდა შემდეგ კითხეთ მოგვართ, ანუ მოძღვრის როლი და ფუნქცია ჯერ ჩამოვაყალიბოთ, რა არის მოძღვრის ფუნქცია მრევლთან ურთიერთობაში და სწორი ურთიერთობა, როგორ უნდა წარმართოს მოძღვარმა ურთიერთობა მრევლთან. დიახ, შევეცდები პირველ რიგში გეტყვით, რომ რადგანაც ეს საკითხი დადგა და თქვენს ტელევიზიაში უნდა გაჟღერდეს ეს თემა, ნამდვილად აქტუალურია და იმიტომ რაღაც ხშირად ადამიანებს ეშლებათ ერევათ რაღაცა ეს ურთიერთობები და იმიტომ ერევათ და აერევათ ხოლმე რაღაცა ეს ვერ დაალაგებენ მოძღვართან ურთიერთობას, რომ თავიდანვე არასწორი აქვთ მიდგომა. და ძალიან საჭიროა ამისი ცოდნა, რა ურთიერთობა უნდა კონდეს მოძღვართან და რაზე უნდა ისაუბრო მასთან. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. ნუ პირველ რიგში ისე მოძღვრის ფუნქციით დავიწყებთ, როგორც თქვენ დასვით ეს საკითხი და აუცილებლად გეტყვით, რომ მოძღვარი არის ესე იგი ადამიანი, რომელიც არის ესე სულიერად წარმოედგინოთ შეიძლება როგორც ხიდი ერთი სანაპიროდან მეორე სანაპიროს რომ აკავშირებს. აი ამ ხიდის ფუნქციას ასრულებს მოძღვარი. ანუ ეს ხიდი არის დამაკავშირებელი, ერთი ნაპირი არის ცათა სასუფეველი და მეორე ნაპირი არის ეს სამყარო. ანუ ჩათვალეთ, რომ ამ ხიდზე უნდა გაიაროს ადამიანმა იმისთვის, რომ ცათა სასუფეველს დაუკავშირდეს. და აი ესეთი მიდგომა უნდა კონდეს აუცილებლად, ესე იგი ადამიანს, მომსვლელ ადამიანს, ეკლესიაში მომსვლელ ადამიანს მოძღვართან მიმართებაში, კი არ უნდა აერჩიოს ის რაღაცა გარეგნული ნიშნით და რაღაცა თქვათ მისი წარმატებებით ან თანამდებობით ან გვარიშვილობით. ეს არის რომ რაღაცნაირად უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ეს არის ის პიროვნება, რომლის შედეგადაც მას შეუძლია, რომელთან ურთიერთობაშიც მას შეუძლია, რომ ესე იგი ღმერთთანი ურთიერთობოს. ანუ აი ამ ხიდის ფუნქცია იკისროს მოძღვარმა, როგორც დამაკავშირებელი, ესე იგი ერთი სამყაროსი მეორე სამყაროსთან და როგორც ესე იგი მტვირთველი პირადად აი ამ ადამიანისა, როგორც თქვათ, ესე იგი ხიდი ტვირთულობს ადამიანს, რომელიც გადაივლის მას. აი ესეთი ფუნქცია აქვს მოძღვარს თვითონ, რაც შეეხება ადამიანს, რომელიც მოდის, აი მე მესმის, რომ შეიძლება თავიდანვე ყველაფერი არ იცოდეს, მაგრამ რაღაც გარკვეულწილად უნდა ჩამოუყალიბდეს ცოდნა იმ შესახებ, რომ არ შეიძლება მოძღვართან რაღაცა ესეთი ერთჯერადი ურთიერთობა იქონიოს ადამიანმა. რაღაცნაირად ესე მოუნდეს, რომ მოდი ახლა მე ერთ მარხვას შევინახავ, მოდი მე ახსარებას ვიტყვი ვეზიარები და მე შეიძლება წელიწადის განმავლობაში ერთხელ მოვინახულო მოძღვარი ან საერთოდ მე შეიძლება სხვასთან მივიდიან. სხვასთან რომ მიხვიდე განა ეს არის პრობლემა. უბრალოდ თვითონ ღმერთთან დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა ერთჯერადი და შენი სურვილი რაღაცა ესე უცბად წამომენტოს ადამიანი მე მინელდეს. მთელი ეს ცხოვრება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და აი ეს ბრძოლის ველი არის ადამიანის გული, წმინდა მამები ესე გვასწავლიან. და შენ რომელსაც გაამარჯვებინებ, რომლის მხარეზე დადგები, სიკეთის მხარეს თუ ბოროტების მხარეს, აი ეს არის ადამიანის მთელი, ესე იგი, სათნოება და მთელი, ესე იგი, მონაპოვარი თუ ის სიკეთის მხარეს დადგება და გაამარჯვებინებს სიკეთეს თავის, ესე იგი, გულში. და ამ შემთხვევაში ეს ბრძოლა ადვილი კი არ არის. ის რომ თქვათ მოძღვართან ურთიერთობა საჭირო შეიძლება ყველა მიცოდეს, მაგრამ ვიღაცა ვერ ძლევდეს ამ ბრძოლას, რომელიც მის გულში იმართება, რომ ეხლა მოძღვართან რომ მიხვალ იქ, ახსარება ძნელია იქ, რაღაცა რეჟიმში უნდა იყო, რაღაცაზე უნდა იშრომო, იმიტომ რომ ცოდვა უფრო ადვილია და ტკბილია და სიკეთის კეთება ყოველთვის ძნელია. და შედეგიც ნახეთ როგორი აქვს ცოდვით რომ ვინც ტკბება, ეს ტკბება გავლის და მე აუცილებლად რაღაცა სიმშვიდეს კარგავს, რაღაცა სინანულის გრძნობა აქვს, სინდისის ქენჯნა აქვს და პირიქითაა, როდესაც ადამიანი სიკეთის ქმნას აპირებს, ძნელ საქმეს დიდ შრომას იწყებს და აი ამ შრომის ესე იგი დროს ადამიანი შეიძლება ითქვას რომ იტანჯება კიდეც რაღაცა ფიზიკურად, მაგრამ როგორც კი აღასრულებს ამ საქმეს ძალიან დიდ სიმშვიდეს პოვებს. სინდისის ქენჯნა კი არა, პირიქით სიხარული ეუფლება მის სულს, რადგანაც სიკეთე გააკეთა. ასე რომ მოძღვართან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ჩვენ ყოველთვის ესეთი რაღაცა გაფაციცებულები, რომ რაღაცნაირად ყოველთვის გავამარჯვებინოთ ჩვენს გულში სიკეთეს ბოროტებაზე, რომ მოძღვართან ურთიერთობა არ გავწყვიტოთ. რომ არანაირმა რაღაცა ხმამ, რომელიც გეტყვის, რომ ეხლა დღეს ნუ ღარ მიხვალ არა საჭირო და რაღაც ან ამ მარხვაში ეხლა რაღაცა სათანადოდ ვერ მოემზადე და მოდი შემდეგისთვის მოემზადები. იცოდეთ, რომ ეს ხმა არ არის კეთილი ხმა.
ეს არის ხმა, რომელიც გაშორებს მოძღვარს. ეს არის ხმა, რომელიც გაშორებს, ესე იგი, იმ ადამიანს, რომელიც ღმერთთან გაკავშირებს. ამიტომ აუცილებლად საკუთარ თავს გამოუტანს ადამიანი რაღაცა განაჩენს და იტყვის რომ მე არ ამის ღირსი ვარ. ჩვენ არ ვიცით მირისი ღირსი ვართ, ღმერთმა ეს უკეთესად იცის, ამიტომ მოძღვართან უნდა მივიდეს ყოველთვის ადამიანი და მოძღვრის გადაწყვეტილებით უნდა იყოს თქვათ მე. დიახ, თუმცა მამაო ალბათ ამ მიუხედავად ამ აუცილებელი ხშირი ურთიერთობისა, რა თქვენ ბრძანებდით ხო და კავშირის მოძღვარს და მრევლს შორის, მაინც მრევლის მხრიდან ალბათ გარკვეული მოწიწება, გარკვეული ზღვარი უნდა არსებობდეს. სულ არ ნიშნავს ალბათ იმას, რომ დაუშვათ შეიძლება ხშირად გაისაუბრო მოძღვარს პრობლემაზე, ან უბრალოდ მოიკითხო, ეს არის შანსი იმას, რომ აი გაშინაურდე როგორ დაუშვათ შენს მეგობართან, შენს თანაკლასელთან, ხო? მიუხედავად აი ახლა ურთიერთობისაც, იმიტომ რომ სასულიერო პირია, მაინც მოძღვარია და იგი როგორ ბრძანეთ ეს არის დამაკავშირებელი ადამიანის უფალთან ხო გარკვეული ხიდი და ამაზეც რო გამოხლოთ. ვიცით როგორ არის რომ გაშინაურება და რაღაც ესე ურთიერთობაში ესე გათქვეფა არა მარტო მოძღვართან. ზოგადად ადამიანები ერთმანეთთანაც უნდა ერიდებოდნენ. რაღაცა გარკვეული საზღვარი უნდა არსებობდეს რომ იმის იქეთ გადასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ საცდური არის ძალიან დიდი. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობაშიც კი ადამიანი რაღაცნაირად უნდა იყოს, რაღაც გარკვეული დისტანცია უნდა ეჭიროს. მე იმას არ ვამბობ, რომ ცივი უნდა იყოს და ახლა რაღაცა თქვა სითბო არ უნდა გამოხატოს მათ მიმართ, მაგრამ რაღაცა გარკვეული დისტანცია აუცილებელია. იმიტომ რომ აი ბოროტი სარგებლობს, აი როდესაც ხედავს რომ ურთიერთობა კეთილია, სიყვარულით არის სავსე, ცდილობს რომ ეს ურთიერთობა დაანგრიოს. ამიტომ ძალიან საშიშია ეს ურთიერთობები და არა მარტო მოძღვართან როგორც მოგახსენეთ ნებისმიერ ადამიანთან, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა ეს მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა. ეს გახლავთ ძალიან სათუთი თემა და იმდენად ესე იგი მოსაფრთხილებელი რომ წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც შეიძლება საკუთარ თავსაც კი რაღაცას ვერ უმხელს, აი ამას მოძღვარს ეუბნება. თავის პრობლემას, შინაგან განცდას, ფიქრს, ანუ რაღაცნაირად სულიერად ეს ადამიანი იცლება თავის მოძღვართან და ეს მოძღვარი როგორც სულიერი მამა, აი ამის ესე იგი მის სისუსტეს ყოველივეს ტვირთულობს, ისმენს თუნდაც შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ მოძღვარი არ იყოს გამოცდილი, თქვათ ახლად ნაკურთხი იყოს, ჯერ არ იყოს თქვათ რაღაც დიდი სულიერი გამოცდილების მქონე და არ შეეძლოს სულიერი რჩევის მიცემა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენა. და თქვენ არ იცით ეს როგორი შრომაა მოძღვრისათვის. იმიტომ რომ ეს ხო არ არის რომ ერთი ადამიანი ყავს და თქვათ მოვიდა მოგდა, მე ეს თქვათ მთელი თვე ისვენებდი. ეს არის რომ ყოველდღიურად აი ამ ურთიერთობაში ვიღაცა მოდის და თქვათ რაღაცას თავისი სულიერ განცდის შესახებ გიყვებათ და მხოლოდ ამისი მოსმენა, არანაირი რჩევაც რომ არ მისცეთ, ძალიან რთული არის დასატევნელად. ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაუძლებს. რატომ არის რომ თქვათ ფსიქოლოგებსაც აქვთ მსგავსი კურსი რომ მოდიან მათთან ადამიანები და ისმენენ, მაგრამ რაღაცა გარკვეული შეზღუდვა აქვთ რომ ამის იქეთ ვეღარ იტევენ. მოძღვარს რომ არიცავდეს საღვთო მადლი, ანუ რომ ის ხელდასხმულია უფლისაგან თავისი მღვდელმთავრის მიერ, აი ეს მადლი რომ არ მფარველობდეს, მას ვერც ერთი მოძღვარი ამას ვერ დაიტევდა. მე ცოტა გადაუხვიეთ ემას, მაგრამ ისე დაუბრუნდები რომ ისე იგი აი სულიერი შვილის და მოძღვრის ურთიერთობა რატომ არის განსაკუთრებულად ფაქიზი, რომ აი ამ ურთიერთობაში ძალიან ხშირად კი არა და გამუდმებით ცდილობს ბოროტი რომ რაღაცა დაარღვიოს, რაღაცა ცუდად დაანახოს, ან სულიერ შვილს თვითონ ან მოძღვარს. განსაკუთრებული ლოცვაა საჭირო, რატომ არის რომ ჩვენ ლოცულობთ ყოველი აღსარების თქმის წინ, იმის გარდა რომ თქვა სინანული გვჭირდება და რეალურად აღსარებაზე ისე ხო არ მივდივართ რაღაცა ლექსი გვაქვს მოსაყოლი. სინანულით მიდის ადამიანი რაღაცას რომ აღიარებს ამას ნანობს. ეს ერთია რომ ლოცვის ვევედრებით რომ ეს სინანული მოგმადლოს უფალმა, მაგრამ მეორეა კიდევ აი ამ ლოცვაში აუცილებელი უნდა ითქვას და თავის გულში გრძნობდეს ადამიანი რომ აი ამ აღსარების შედეგად რაღაცა ბოროტმა არ ისარგებლოს და თქვათ ან არ გაანელოს მასში ეს მონდომება მოძღვართან ურთიერთობაში, ან რაღაც მოძღვარს არ გაუჩნდეს ბრძოლა რაღაცა, აი უნდა ევედრებოდეს მოძღვრისთვის ყოველთვის უნდა ლოცულობდეს ადამიანი და სიყვარული რა თქმა უნდა იყოს, ეს არის მამაშვილობა, იმიტომ რომ ეს არის წარმოიდგინეთ ერთი ოჯახი, ეკლესია ხომ რაღაც ერთი ოჯახივით არის მოძღვარი, რომელიც დადგენილია ამა თუ იმ ეკლესიაში, ის თავის მრევლს ხომ ყველას ცნობს. აი მე მოძღვარი გახლავართ რომ გამოვდივარ კვირის წირვაზე, ვინ აკლია წირვას შეიძლება ისიც კი ვთქვა, იმიტომ რომ სახეები ყველას რაღაცა ერთი ადგილის არჩევა უყვარს და იქ დგებიან ხოლმე და გამოხედვაც არ მჭირდება, ვიცი ხოლმე ვინცად დგას. ნუ ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც რა თქმა უნდა რეგულარულად დადიან ტაძარში და ვისაც მართლაც სურვილი აქვს რომ რაღაცა მოძღვარი ყავდეს და გამუდმებული ურთიერთობა კონდეს მასთან და
რომ ვერ ხედავ ვიღაცას, აი აბსოლუტურად ესეთი განცდა გაქვს ახლა რომ ოჯახში რომ ვიღაცა სადილად არზის, სად არისო რომ იკითხავ და თქვა შვილია შენი და არ იცი რატომ აცდენს სადილს, აი ესეთივე განცდა არის აბსოლუტურად რომ აი ლიტურგია სრულდება, მოძღვარი გამოვიდა გადახედა თავის რელს და შეიძლება ვიღაცაზე თქვას რომ აი ეს რატომ არ არის და აი ამ ურთიერთობას ძალიან დიდი მოფრთხილება სჭირდება. ძალიან სათუთია ეს ურთიერთობა და უნდა ცდილობდეს მოძღვარიც თავისი შრომით, თავისი ყურადღებით რომ ნამდვილი მამობა გაუწიოს თავის მრევლს, ეს არ არის რაღაცა ზერელე დამოკიდებულება რომ მოვიდა, გითხრა და მოისმინე და წავიდა, არა, ეს არის მზრუნველობა, შეიძლება ვერანაირი პასუხი ვერ გაეცე, შეიძლება დარიგება ვერ მიეცი, მაგრამ შენს გულში განცდა გაქვს იმისა, რომ ძალიან გინდა დაეხმარო ადამიანს და ღმერთი ხედავს აი ამ შენს განცდას. დიახ, აი აბსოლუტურად თანაზე არის ხდება იმისა, რომ რაღაცა უჭირს ადამიანს, რაღაცას გიყვება შეიძლება ვერ გამოხატავდე ამას გარეგნულად. არაფერი არ უგეშო, მხოლოდ თავზე ხელი გადაუსვა, მაგრამ შინაგანი განცდა ღმერთი ხედავს ამას და ჩათვალეთ, რომ აი მისთვის აღასრულე დიდი საქმე, რომ ლოცულობ მისთვის, რომ გვერდში უდგა ხარ. აი ამ განცდას თვითონაც გრძნობს ადამიანი. არ არსებობს რომ რაღაცნაირად ეს დიდი ნუგეშია მისთვის, რომ ხედავს, რომ ვიღაცა ისევე განიცდის მის ტკივილს, როგორც თვითონ. აი როგორც საკუთარ თავში აქვს ეს გამცდელობა და ამიტომ ეს ძალიან დიდი ნუგეშია მათთვის. ამიტომაც არის ეს ურთიერთობა ესეთი სათუთი და მოსაფრთხილებელი, დიახ. მამა ზოგიერთ ადამიანს ემართება, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა მოძღვრის მიმართ და თუ ვთქვათ ეს მოძღვარი ან გადავიდა სხვა ქალაქში, ან შეიძლება გარდაიცვალა კიდეც ჯვარი წერია ყველას, აი უჭირს სხვასთან მისვლა და აღსარების თქმა. და არის ასევე მეორე უკიდურესობაც, ვთქვათ ადამიანმა ერთხელ გაიარა ტაძარში, ერთხელ ჩააბარა აღსარება და მოძღვარს ეძახის ამ ადამიანს უკვე. აი ამის შესახებ რას გვეტყვით? გეტყვით აუცილებლობად ეს უკიდურესობები არსებობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს მოგეხსენებათ სხვადასხვანაირი ფსიქიკა აქვს, ზოგს უფრო ნაზი, სუსტი, ზოგი უფრო მყარია და ამის მიხედვით არის ეს ყოველივე, იმიტომ რომ რაღაც ეს მიჯაჭვულობა რომ დაემართა საიდან რომ ძალიან შეუყვარდა ეს თავისი მოძღვარი, როგორც სულიერი მამა, როგორც რაღაცა ესე მინდობილია მასზე სრულიად და იმის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავს. და ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და რატომ გეტყვით? იმიტომ რომ ჩვენ მოძღვრები უფლის ჯარისკაცები ვართ, შეიძლება ესე ითქვას, ცოტა უხეშად გამოთქვათ და დღეს აქავარ შეიძლება ხვალ ეკლესიას დასჭირდეს ჩემი სხვაგან ყოფნა და სხვაგან წავიდე. ამიტომ ეს ადამიანი რომელიც შეიძლება თქვათ ასაკში იყოს და ვერ გამომყვეს იმ შორგზაზე მე სადაც ეკლესია მომიხმობს. ამიტომ ეს ადამიანი აღსარებისა და მოძღვრის გარეშე არ უნდა დარჩეს არავითარ შემთხვევაში. მეც გამიგია ესეთი შემთხვევა რომ სამწუხაროდ გარდაიცვალა მოძღვარი და გავიდა ერთი წელი და მრევლმა აღსარება ვერ თქვა. ეს ხომ ესე იგი საკუთარ თავს მოაკლეს მათ ეს ბედნიერება აღსარებისა და ზიარებისა და დიახ მოწდა ეკლესიას და მე წარმოედგინეთ როგორი ტვირთი დაადეს იმ გარდაცვლილ მოძღვარს. თუ ის ადამიანი გიყვარდა და მისი პატივისცემა გქონდა, რომელიც გარდაიცვალა, თქვათ ან ჯვარი ეწეროს, ან სხვაგან გადაიყვანეს, სხვა ქალაქშია და ვეღარ ნახულობ. თუ მისი პატივისცემა და სიყვარული გაგაჩნია, საქმით უნდა გამოხატო ეს და ეს არ არისო სახლში დაждები და ტირილს და ვაივიშ დაიწყებ რომ რამე შველება, ეს არ არის გამოხატულება. გამოხატულება არის ის, რომ რაც მას გაუხარდებოდა. ისე მოიქცე და რა გაუხარდებოდა მას, ოდესაც მასთან დადიოდი და ხედავდა ტაძარში მდგომარეს მლოცველს, აღმსარებელს, მარხველს, აი ეს ხომ უხაროდა, აი ესევე უნდა გააგრძელო ცხოვრება. ესე უნდა იფიქროს, მესმის ძნელია. ადვილი არ არის, მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ დასაწყისში საუბრისა, ყველა სიკეთე ძნელი გასაკეთებელია. ეს არ არის адვილი. არც ის არის ალბათ სწორი, აი სხვადასხვა მოძღვარს აბარებენ კიდევ აღსარებას ესე. აი მაგალითად მოძღვარი ერთი უნდა იყოს. მაგაზე მინდა ბარემ იგი კითხოსთან არის კავშირში და მაგალითად გეტყვით რომ რა თქმა უნდა მოძღვარი ერთი უნდა იყოს და როცა ყავს მოძღვარი და მიხვიდე ჩააბარო, მაგრამ აი იმ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე, რომ დავუშვათ მოგდე სხვა ქალაქში ხარ, ან შენი მოძღვარი უძლურია, ან წასულია და ბაბა დავუშვათ შობა აღდგომა და სხვაგან ხარ. და შეიძლება გინდოს ზიარება. ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ სხვას ჩააბაროს აღსარება. არა ისე რომ როცა მინდა დღეს ამ ტაძარში მივარ, ხოლმე ტაძარში მივალ და საერთოდ არ ვეთქვი ჩემ მოძღვარს, მაგრამ ეს დამოკიდებულებაც გამიგე რომ არა მარტო ჩემ მოძღვარს. ამ შემთხვევაშიც რომ ჩამოყალიბოთ როგორ არის? კი, გეტყვით როგორ არის მართებული, იმიტომ რომ ესე იგი მოძღვრები ადამიანები ვარ და ხშირად შეიძლება რაღაც ეს ადამიანური სისუსტით ან ავად გახდეს კაცი ან როგორც ვთქვით, სხვა ქალაქშია
აღმოჩნდეს ადამიანი რომ რაღაცნაირად იმარხულა მთელი მარხვა და ახსარების თქმას რომ აპირებდა არ არის მისი მოძღვარი წასული როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა სხვა მოძღვარს ჩააბაროს ახსარება იმიტომ რომ მოძღვარი ქრისტეს დადგენილია და რა თქმა უნდა მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ რომ მოძღვარი არის ერთი თავისთავად ეს იმას კი არნიშნავს რომ ვისაც ახსარებას ჩააბარებ ყველა მოძღვარია შენი არაფერი ის მან საიდუმლო აღასრულა ცოდვათა შენდობა მოგცა მაგრამ მოძღვარს ამის გარდა სხვა ფუნქცია აქვს ცოდვათა მიტევების გარდა ის შენი სულიერი მამაა და სულიერი მამობა სწორედ იმას ნიშნავს რომ ის შენ რჩევას გაძლევს და არიგებას გაძლევს არსებობს რაღაცა მოკლე ახსარებას ეძახით ხოლმე ჩვენ ამას რომელსაც ნებისმიერ მოძღვარს ჩააბარებ და ეტყვი რომ რაღაც აი ამ ყოველდღიურ შეცოდებებს ჩამოუთლი რაც გაწუხებს რასაც ვერ მოერიე ადამიანური სისუსტე გამოიჩინე და ის ცოდვათა შენდობას მოგცემს იმისთვის რომ ზიარებაზე განწმენდილი მიხვიდე თუ ვერ ნახე შენი მოძღვარი და მოძღვართან სხვა ურთიერთობა გვაქვს მან შენი მთელი ცხოვრება იცის მან შენი ის ყოველდღიური ამბებიც იცის და უფრო მეტიც იცის ვიდრე თქვა ჩვეულებრივ იმ მოკლე ახსარებისაც ამბობ იმ მოძღვარმა ასე რომ მოძღვარი უნდა იყოს ერთი აუცილებლად და დაუშვათ ახსარებას აი მოძღვარი უნდა იყოს ერთი აუცილებლად აი ყოველ მიზეზ გარეშე ესე ხდება რომ ერთია და მასთან გაქვს ურთიერთობა იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის შენ შესახებ თქვა იქ კანონს რას ასრულებ და ლოცვას როგორ კითხო ესეც კი იცის და მისი ლოცვა კურთხევით ხდება ის რომ შენ უფლება გაქვს სხვასაც უთხრა ესეთი მოკლე ახსარება ნუ ეგრეთ წოდებული მოკლე ახსარება და ეზიარო გაქვს ეს ლოცვა კურთხევა და ესეც მოძღვრის ესე იგი ნებართვით ხდება და არა ისე რომ თვითნებურად იჩენ ამას რომ დღეს ამას ვეთყვი ხვალ ამას ნახევარს მოუყვები და იმას ნახევარს ესე არ ხდება მოძღვართან გაქვს ყველაფერი აი ჩათვალეთ რომ სული გაქვს მინდობილი მასზე და აი ამ მოძღვრის ლოცვა კურთხევით შეიძლება ამას შეიძლება ხო ჯამში უფლს ვაბარებთ ახსარებას და უფლს ვერ მოატყუებთ ხა შენ ადამიანს თვითლობს რომ ხა ჩემ მოტორს არ ვეტყვი არ შემენდობ და მოიტყუები ეს ამას უფლს ვერ მოატყუებ და ეს არასწორი დამოკიდებულება გახლავთ ეს რა თქმა უნდა ეს მამა ასევე არ შემიძლია არ შევეხოთ ამ ფაქტზე, მადლობა გმოეც რომ დღეს საქართველოში ქრისტიანობა ზაურობს და ძალიან ბევრი ადამიანი ქრისტიანი, მათ შორის მაზიარებელი, ახსარებელი, თუმცა ასევე ხდება ეს მოძღვართან ურთიერთობაში, თავისთავად ის ფაქტი რომ უყვართ თავის მოძღვარი და ძალიან ემაყებათ თავის მონტორი ძალიან კარგია და ამას რაჯობია, მაგრამ რაღაც აი გაფანატებამდე როცა მიდიან ხოლმე ადამიანი იგივე ხშირად მე ყოფილვარ შემსრედა თქვენ მithomეთ საუბრობთ გესოდინებოდ ეს ფაქტი რომ ერთი ცხება ზიარება რამდენიმე ბარძიმე გამოგზავნებული და არა მე ჩემო მოძღვარმა უნდა მოზიაროს არა ჩემო მოძღვარმა თოს ერთი და შეიძლება იქ დგას გაუთავებელი რიგი და აქ მოძღვარი დგას ბარძიმე და არ მედის და მე უნდა მაზიაროს ჩემო მოძღვარმა აი ამ დამოკიდებულებაზეც რო ვისაუბრებ დიახ აი მე მოგახსენეთ წეღანაც რომ რაღაცა ჯანსაღი უნდა იყოს ეს ურთიერთობა არ შეიძლება რაღაცა ესე ადამიანმა კერპად არ უნდა აქციოს არაფერი. ესე იგი, ქრისტიანობაც კი შეიძლება ადამიანს კერპად ექცეს. იცით ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. ჩვენ კერპთა ყვანისმცემლობა წარმოგვიდგენია ესეთი რამ რომ აუცილებლად ქანდაკება უნდა იდგას რაღაცა და მიდიოდეს ადამიანებს ხერხწირავდეს. არსებობს შინაგანი კერპთა ყვანისმცემლობა, სულიერი კერპთა ყვანისმცემლობა, რომ შეიძლება საერთოდ ვერ ხედავდე ქანდაკებას, მაგრამ რაღაცისადმი გქონდეს ესეთი მონებრივი დამოკიდებულება. და ეს შეიძლება იყოს მოძღვარი. ეს შეიძლება იყოს რაღაცა ნივთიც კი. აი ახლა ვისთვისაც ახლა მორფინისტისთვის რომ ნარკოტიკზე არის დამოკიდებული, მის კერპია მისთვის. ყველაფერს წირავს იმის გულისთვის, ქონებას, აღწ, კაც, ყველაფერს წირავს, ხო? ანუ რა არის კერპთა ყვანისმცემლობა თუ არა ეს? და ესეთივე დამოკიდებულება არ შეიძლება ადამიანს შეექმნას მოძღვართან მოძღვარი რომ უნდა უყვარდეს. ეს აუცილებელი. როგორც სულიერი მამა და მშობელი. ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ აი ეს ურთიერთობა იმიტომაც ვთქვი მე რომ ძალიან საფრთხილო გახლავთ მეთქი რომ აი ესეთი საშიშროება ყოველთვის ჩნდება. რომ რაღაცა შეიძლება ვერ დაიჭიროს ადამიანმა ეს ზღვარი ურთიერთობისა, რაღაც ან ძალიან ისე ახლოს მივიდეს მასთან სულიერად რომ რაღაცნაირად დაემართოს ეს მომენტი რასაც გვემბრძანებთ რომ არა მხოლოდ მისი მოძღვარი და იმის იქეთ არ ცნობდეს არავის. მეგონი ეს უფრო ტაძარში ახლად მისულებს ემართებათ. არა, მე ახლად მისულებს მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რომ ხშირად ხდება რომ ძალიან ხშირად დადიან და იგივე აი რაც არ ღვევს ხოლმე წესრიგს ტაძარში ამ შემთხვევაში ბოდიშოხი აშფოთებით არ ვიძახი რომ მართლა რამდენიმე ბარძიმე გამოგზავნებული დაუშვათ რა ხალხს უწიროა და ერთ მოძღვართან დგას 300 ადამიანი და გვერდზე მოძღვარი დგას ბარძიმე და ორი კაცი არის იმიტომ რომ ნოვეზე გონიათ რომ იმ მოძღვრის ზიარება სხვა მადლი აქვს და ზიარება ერთია ყველა ბარძიმე ერთია რა თქმა უნდა იმიტომ რომ მოძღვარს ყველას ერთნაირი მადლი აქვს ასე რომ ეს ხო გეუბნებით აი იმ ფსიქიკის ბრალი ადამიანის რომელსაც ზოგს ესეთი სისუსტე ან მიდრეკილება აქვს რაღაცნაირად ესეთი
გაკერპებისადმი რაღაცა ადამიანებისა თუ ნივთებისა თუ სხვა რაღაც მიდრეკილებაა რაღაც ერთგვარი და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. იმიტომ რომ ჩვენ ამით იმ მოძღვარსაც ვაბრკოლებთ. და რატო ვაბრკოლებთ გეტყვით რომ გამუდმებულად საცთური წინაში არის მოძღვარი. რომ მას არ ეგონოს საკუთარი თავი ესე იგი როგორ ხდება ხოლმე იცით რომ რადგანაც ღმერთმა ამდენი რამ მოგანდო, ამდენი ხალხი მოგანდო, შეიძლება რაღაც ერთ დღესაც დაიჯერო რომ მე აღასრულებ ამას და მღვდელი კი არ აღასრულებს. ღმერთი აღასრულებს მღვდლის ხელით და ეს შეიძლება მღვდელს დაავიწყდეს. და დაავიწყდეს იცით სწორედ ესეთი ხალხის მეშვეობით, რომლებიც ეუბნებიან რომ მამაო, ესე იგი შენნაირი არავინ არ გვინახავს და შენ ხარ თქვენი გადაგება. ესეთი გამოთქმა არსებობს, მეფეს ხალხი თამაშობსო და დიახ, აი ხო, მართლაც ხო შეიძლება მოისმინოთ, რომ აი თქვენი გადაგება ესეთია და თქვენი გამორჩეული ხარ თქვენ. ხო, და ის რომ ლოცულობთ და რაღაცა ესე ლოცულობთ და აი ეს შეძახილები ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ის მოძღვარი ადამიანია. ნუ ეხლა თუ გამოცდილია ეს მოძღვარი და გავლილი აქვს უკვე ეს ყველაფერი, არაფერი მარტივად მიიღებს ამას, გაიღიმებს და თავს დაუქნებს და არ დაიჯერებს, მაგრამ ძალიან დიდი საცთურია ეს ახლად ნაკურთხი მოძღვრისათვის და ამიტომ თვითონ ადამიანებმაც არ უნდა გარდა იმისა, რომ საკუთარ სულში აქვს პრობლემა, რომ რაღაცა გააკერპა, ესე თქვათ, საკუთარ მოძღვართან ურთიერთობა გააკერპა, ამის გარდა თვითონ მოძღვარს უქმნის საშიშროებას იმისას, რომ ადამიანი შეიძლება რაღაცა სხვანაირად დააფიქროს და ამ პარტავნებაში ან ხიბლის მდგომარეობაში ჩააგდოს. დასასრულს მინდა კიდე ერთ საკითხს შევეხო. აღნიშნეთ ჩვენ რომ მოძღვარი იყოს ერთი, ეს ერთი მნიშვნელოვანი თესია, თუმცა ეშმაკის მანქანებით შეიძლება მოხდეს, რომ ან მრევლმა ან რაღაც დააბკოლდეს მოძღვართან მიმართებაში, რაღაცა დააბკოლას დაანახოს ეშმაკმა, ხო, მოძღვარც ადამიანია. ან თვითონ დაემართოს, რომ ვერ იხსნება რაღაც დააბკოლება. აი თუ შეიძლება მოძღვრის შეცვლა, იმიტომ რომ დაუშვათ უთვლისას შეიძლება ამ მოძღვართან ვერ იხსნება ადამიანი. და როგორ ხდება ეს? რანაირად უნდა მოხდეს რა ფორმით? დიახ, შეიძლება მოძღვარი რომ შეიცვალოს ადამიანმა, ამაში არავითარი დანაშაული არ არის, უბრალოდ ამას რაღაცა თავისი გარკვეული ფორმა გააჩნია. თუმცა კი ისევ წმინდა წერილიდან ამოვალ, რომ მსგავსი თქვათ თხრობა არის საქმე მოციქულთა, რომელიც ლუკა მახარებელმა აღწერა, ეს ეხება პავლე მოციქულისა და მარკოზ მახარებელის ურთიერთობას. ისინი ერთად იყვნენ, ერთად მოგზაურობდნენ, მაგრამ მარკოზი პავლე დაიწუნა რაიმეთი ან არ მოეწონა, უბრალოდ რაღაცა რეჟიმს ვერ გაუძლო, დაიღალა და რაღაც ერთ გზაზე აღარ გაყვა, უთხრა რომ მე აღარ ჩემს ძალებს აღემატება ამ გზაზე წამოსვლა და პავლემ დატოვა ის. იქ სადაც იყვნენ და თვითონ წავიდა იმ სხვა ქვეყანაში საკადაგებლად და ამის შემდგომ მარკოზი გადავიდა და დაემოწაფა პეტრეს, რომელიც უფრო ისეთი ადამიანი იყო კოდეს არწმუნოებისა. ხო, მოძღვარი შეიცვალა, ეს იმას კი ამაშას პავლეს გაუბრაზდა და ხო, კი არ განკვეთა და კი არ უთქვამს რომ ის არ არის ჭეშმარიტი მოძღვარი და ეს არის ჭეშმარიტი მოძღვარი. უბრალოდ რაღაცნაირად ვერ იტვირთა მან ეს ტვირთი, რა პავლე იყო დაუდგრომელი ადამიანი, გადადიოდა ქალაქიდან ქალაქში და ხანს ცემეს ქვით ისე ჩაქოლეს რომ მკვდარი ეგონათ და მერე წამოდგა ფეხზე ხალხი რო დაიშალა. ნუ უკვე რო დარწმუნდნენ რომ მკვდარია. წარმოიდგინეთ აი ამას ყოველივეს მარკოზი უყურებდა და ხედავდა და თვითონაც განიცდიდა მოკლედ აი ამ მსგავს სატანჯველებს და რაღაცნაირად ეთყობა ადამიანურად განა შეუშინდა სიკვდილს, განა ქრისტე არ უყვარდა. უბრალოდ რაღაცა ადამიანური ძალებით ესე მიიღო და პეტრე მოწაფესთან გადავიდა. ამის გამო არც პავლე გაბრაზებულა, არც პეტრე გაბრაზებულა და ნუ არც მარკოს ქონია თქვა განცდა რომ ერთი ჭეშმარიტია და მეორე არ არის ჭეშმარიტი. უბრალოდ რაღაცა აღემატებოდა მის ადამიანურ ძალებს. ეს ეხება ჩვენთანაც. თანამედროვე ცხოვრებაშიც ესე არის რომ მოძღვარი შეიძლება იგივე წეღან რაც ვთქვი სხვა ქალაქში გადავიდეს და ჩვენ არ შეგვეძლოს გაყოლა მას ეხა ვერ ყოველ შაბათ-კვირას ვერ ჩადიოდი აქედან თქვა გორში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში ლოცვაზე და წირვაზე. ამიტომ შეიძლება სხვა მოძღვართან გადავიდეთ, მაგრამ ფორმა რაც თქვენ გითხარით როგორ უნდა იყოს ეს ფორმა? უნდა მივიდეს ადამიანი, სასურველია რომ მივიდეს იმ მოძღვართან ვისთანაც აიღოს ლოცვა კურთხევა და მადლობა გადაუხადოს რომ ამდენი ხნის განმავლობაში ტვირთულობდა ეს ადამიანი მას. და აიღოს ლოცვა კურთხევა და უთხრას გაახაროს მისი სული რომ მე ეკლესიას კი არ ვტოვებ, უბრალოდ რადგანაც არ შემიძლია არ ძალმიც რაღაცა თქვენთან ხო რაღაცა მიზეზის გამო და ეს მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ამიტომ ლოცვა კურთხევა რომ სხვა მოძღვართან გადავიდეს და სხვასთან თქვას აღსარება და ხო, ეს არანაირი დანაშაული არ არის. პირიქით ადამიანი, სადაც კარგად იქნება სულიერად, სადაც გაიზრდება სულიერად, იქ უნდა იყოს. აუცილებლად იქ უნდა, იმიტომ რომ შეიძლება მოძღვართან მივიდეს და
რაღაცა მივიდა ახალია ეს მოძღვარი, ვერ გაიხსნა, ვერ ესაუბრება, რაღაცა შიში აქვს, რაღაცა მკაცრად ეჩვენება და ესეთ მოძღვართან დადიოდეს და ესე ჩაკეტილი იყოს და ესე დარჩეს და სიხარული ვერ მიიღოს მან ქრისტეს ეკლესიაში, ამას არ ჯობია უთხრას ამ მოძღვარს, რომ აი მაპატიეთ შენდობას ვითხოვ მე რაღაცნაირად. ძალიან დიდი მადლობა მამაო საინტერესო საუბრისთვის დაგულოცეთ. ერთმანეთმა დაგლოცოთ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გახლდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი, განვაგრძობთ გადაცემა